მე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ამ აქტს ფინანსურ აქტთან საერთო არაფერი არ აქვს. ეს არის პოლიტიკური აქტი. ეხლა ჩვენ ხო გამოგვიშვეს, ვთქვათ, ციხისმშენებლობიდან. რაც მასალები გაგვეშთა, იქ რაც ძირითადად საშუალება ხდება წაგვართვის. უბრალოდ წაგვართვის. ასევე მე ეს ცოტა არ იყო. 1 მილიონი ლარის ციხისმშენებლობაზე მარტო მასალები იყო. 9 მილიონის ძირითადად საშუალებები იყო. ასევე 1 მილიონის მარტო 4 გენერატორი იყო. რომელიც დენის არ მიწოდების შემთხვევაში ამ გენერატორებმა უნდა უზრუნველყონ მთელი ციხის განათება. ეს გენერატორები დღესაც გამოწერილიც არ აქვს. ესე იგი, უბრალოდ წაგვართვის. თქვენ ჩვენ გვაწევი, მაგრამ არ გვაძლევ. ფულის გადახდაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი. ასევე მოიქცენ გორშიც. წაგვართვის 4 მილიონი 9 ლარის სამშენებლო მასალები. 1 მილიონი 9 ლარის ძირითადი საშუალებები. წაგვართვის ტექნიკის ნაწილი. მასალები ეს 1 მილიონი 9, რომელსაც ზედმეტობაში გვაწერენ, ყველა იყო აღრიცხული ბუღალტრულად. ყველა მასალაზე არსებობს ანგარიშ ფაქტურა. მაგრამ როდესაც ეს ნახეს ეს 1 მილიონი 9-ის მასალა უკვე გატანილი იყო ან ობიექტებზე, ან დამადგარებით დამონტაჟებული იყო თავის ადგილზე, სადაც უნდა დამონტაჟებულიყო. გამიგეთ? ესე იგი, საწყობიდან ეს გატანილია, საწყობიდან გაწერილია, ფაქტურები გაწერილია და საწყობის ნაშთში უკვე აღარ არის ეს სამზარეულო. გამიგეთ? ამათაც მივეცით სია საწყობის ნაშთების. ნახეს ეს სამზარეულო, რომ საწყობის ნაშთში აღარ არის. აქ არის, მაგრამ ბუღალტრულად ხო გატარებული იყო ესეც ნახეს. ეს არის ზედმეტია გითხრას. მუშებს, რომელიც მუშაობდნენ სხვადასხვა უბნებზე, ხომ ხოდათ სამშენებლო მასალები გატანილი უკვე საწყობიდან. საწყობიდან ეს მასალები გაწერილი იყო. ეს ყველაფერი ჩაუთვალეს ზედმეტობაში. რომ ეს არის ზედმეტი, უკვე საწყობში ეს უკვე აღარ არის აღრიცხული, იქ ობიექტზე ფაქტურა კი არის, მაგრამ ჩათვალეს ზედმეტი მიზეზი მოიდეს. ციხის ფანჯრები მოგეხსენებათ, არის გისოსები. და ის არის ერთი შემადგენელი, ერთი ფანჯარა არის. ეს ერთი ქვია, რომელიც შეიძლება ფანჯრისა და გისოსისაგან. მონტაჟის დროს ფანჯრის ნაწილები ზიანდება. ამიტომ იმას ხსნით, შეკეთდება და ისე უნდა მიმონტაჟდეს. ეს გისოსები დროებით იყო მოხსნილი. ყველა ეს გისოსები ჩაგუცვალეს ზედმეტობაში. ნაშთში როგორ იქნებოდა გისოსები, როცა ფანჯრის შემადგენელი ნაწილია? იქნებოდა SLP-ის შემადგენლობაშია ის. ყველა გისოსები, რომელიც დაახლოებით 160,000 არის ღირებულების ჩაგუცვალეს ზედმეტობაში. ამის გარდა ქონდა გორში სამხედრო ბაზაზე მიღებული 300 დუშ კაბინა, რომელიც თავის უპაკოებში იყო მიღებული. სურაბიშვილმა მოითხოვა, სად არის დუშ კაბინები? უთხარეთ, რომ არის იმაში. არაო, მე ვერ ვხედავ დუშ კაბინას. ამიტომ 300 დუშ კაბინა ჩაგუცვალა დანაკლისში და უპაკოებში რომ იყო, ყველა ეს დეტალები ჩაგუცვალეს ზედმეტობაში. ესე იგი, ერთ და იგივე დუშ კაბინა გვაქვს როგორც დანაკლისში, ისე ზედმეტობაში. ასე შეადგინა ბატონო ზურაბიშვილმა 1,9 მილიონი ზედმეტობა, რომელიც კომპანიას ეკისრება ბიუჯეტში ამოსაღებად. არც ერთი თეთრი არ იყო სინამდვილეში ზედმეტობა. იმიტომ რომ ყველა მათგანზე არსებობს ანგარიშ ფაქტურა. და საგადასახადო კოდექსი გვეუბნება, აღურის ხავის რომ იყოს ბუღალტრულად, თუ არსებობს მისი დამადასტურებელი ანგარიშ ფაქტურა, არ შეიძლება ეს მასალა და ეს დანადგარები ჩაითვალოს ზედმეტობაში. International Building Company 17 მილიონი ლარით დაჯარიმდა. ქიბარ-ხალვაშის კომპანიებს ერთობლივად ბიუჯეტში გადასახდელად 60 მილიონ ლარზე მეტი დაეკისრა. ეს ამ კომპანიების გაკოტრებას ნიშნავდა.
ისე სასამართლოში მოსამართლეები მირანდა ერემაძეს წარუდგინეთ მაგალითად სამზარეულოს ფაქტურები რომ ეს ღირს 600,000 ლარი და ყველას საბუთი შეგვიძლია წარმოუდგინოთ ამ 1,5 მილიონს მაგრამ ვაჩვენეთ საგადასახადო კოდექსი სადაც თეთრით შავი თეთრზე წერია რომ თუ არსებობს ფაქტურა არ შეიძლება იმაზე გავრცელდეს სანქციები მაგრამ მოსამართლემ არ იყო ყურად არც საგადასახადო კოდექსი არც ჩვენი ფაქტურები და არ მიიღო მხედველობაში აღნიშნული კომპანია არტი 1996 წელს შეიქმნა. 2000 წელს მან მიიღო Procter & Gamble-ის პროდუქციის აზერბაიჯანში დისტრიბუციის უფლება. 2-3 წლის შემდეგ კი იგივე პროდუქციის დისტრიბუციის უფლება სომხეთში. მარტინს ვეცვანაქსი, Procter & Gamble-ის მენეჯერი საქართველოსა და სომხეთში. არტი ჯგუფის გენერალური დირექტორი. კიბარ ხალვაშმა 2005 წელს შემომთავაზა გენერალური დირექტორის თანამდებობა და მალე სამუშაოდ თბილისში გადმობარგდი. კომპანია შექმნილი იყო ვარდების რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე და მისი წარმატების ძირითადი პარამეტრები არანაირად არ უკავშირდებოდა ვარდების ხელისუფლებას. 24 სექტემბერს არტი ჯგუფის ოფისში შემოვიდა ფინანსური პოლიცია, დაახლოებით 100 შეიარაღებული ადამიანი და მას შემდეგ დაიწყო პრობლემები არტი ჯგუფის წინააღმდეგ. როგორც მახსოვს, ოქმის მიხედვით, ჩრეკის მიზეზი იყო ეჭვი იმის შესახებ, რომ თავს ვარიდებდით საბაჟო გადასახადებს. რეალურად კი იმ დროისთვის უკვე 2 წლის გაუქმებული იყო საბაჟო გადასახადები, ყოველ შემთხვევაში იმ საქონელზე, რომლის იმპორტსაც ჩვენ ვაწარმოებდით. ანუ თავს ვერ ავარიდებდით იმ გადასახადს, რომელიც არ არსებობდა. და იმ შემთხვევაშიც, თუ არტის მიერ ასეთი ქმედება ჩადენილი იყო გადასახადის გაუქმებამდე, მაინც გაუგებარია კომპანიის დალუქვის და დაპატიმრების მოტივი, რადგან 2 წლის წინანდელი საქონელი უკვე გაყიდული იყო და საბუთების შემოწმებას კომპანიის საქმიანობის შეჩერება არ სჭირდებოდა. თუმცა კომპანიის დალუქვის მოტივზე თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები ალაპარაკდნენ. მათი აზრით, არტი ფინანსურად ეხმარებოდა ოპოზიციას და ჩვენს წინააღმდეგ სანქციები ამიტომ ამოქმედეს. მე გენერალური დირექტორი ვიყავი და ვიცი, რომ კომპანია არანაირ პოლიტიკურ დაფინანსებას არ აწარმოებდა და რომც დაიფინანსებინა, ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო არტის წინააღმდეგ განხორციელებული სანქციების სამართლებრივი საფუძველი. ალბათ კომპანიაში შემოჭრის გამართლების მიზნით საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ ჩვენი კომპანია მონოპოლისტი იყო და ირაკლი ოქრუაშვილი თითქმის ტანკებით იცავდა ჩვენს ინტერესებს, რომ სხვა კომპანიებს კონკურენცია ვერ გაეწიათ. მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენმა კომპანიამ მანამდე დიდი ხნით ადრე მიაღწია წარმატებას, ვიდრე სააკაშვილი საერთოდ გამოჩნდებოდა პოლიტიკის მაღალ არენაზე. ადამიანმა განსაზღვრება გააკეთა, რომ ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც ოქრუაშვილი ტანკებით იცავდა, ყიდის, კბილის პასტიდან, პამპერსებამდე, ყველაფერს, თურმე მონოპოლიზმი ყოფილა ის, რომ მრავალი სახეობის პროდუქციას ვიდით ჩვენ და მე გული მტკივა ქვეყნის პრეზიდენტმა ისიც არ იცის რა არის მონოპოლია. მონოპოლია არის ერთი სახეობა, მხოლოდ ერთი კომპანია, რომ ყიდის ქვეყანაში. შეიძლება კონსულტაციები გაიაროს. ხანძარი არტის საწყობში. სახში ვიყავი, 19 ნოემბერი იყო და ფინანსური პოლიციის თანამშრომელმა მოიტანა უწყება, რომ მე ვიყავი დავალებული სასამართლოში და სახელმწიფო რაღაცას მედავებობდა. მე ამ ძალადობის და ამ მოტყუების სურვილი არ გამიშდა, რის გამოც დავდოვე საქართველოს. როდესაც გარკვიეს, რომ თურმე მე გერმანიაში ვარ, მოძებნეს მიმალუაში მყოფი ერთ-ერთი დირექტორი და უთხრეს, რომ კიბარი დაბრუნდეს საქართველოში და ახლა საპრეზიდენტო არჩევნებია მოსალოდნელი და პრეზიდენტს ხარში ამოუდგეს და თქვენ ისე აღორძინდებით და დავგიბრუნდებათ თქვენი ძვირიანება და ყველაფერს ულან მიიღებთ. სააკაშვილის ხარდაჭერად მე აღარ გამოვდგები არასდროს. აქედან გამომდინარე უარი უთხარი, რატომღაც ეს არ მოეწონათ და დაემუქრნენ, რომ გაგვანადგურებდნენ. ჩემი აზრით ეგ იყო საბაბი იმისა, რომ დეკემბრის ბოლოს დაახლოებით 25 რიცხვი იქნებოდა დაიწვა შეპესი არტის საწყობები, სადაც ზარალი შეადგენდა დაახლოებით $5 მილიონ. როცა პირველი ორი სახანძრო მანქანა მოვიდა, იწვოდა მხოლოდ ხის